მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან, უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმის, რომ ლაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ პირადი დიაგნოსტიკის სისტემა მომწეროთ პირად შეტყობინებაში მითითებულ ნომერს, რომელსაც ვიდეოების კომენტ უდითებ ხოლმე, ასევე სანთლებისთვის და აქსესუარებისთვის. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, გავაკეთეთ ესეთი გაშლა, მოვამზადეთ ცვლილებებისთვის. რაც ცვლილებები შემოვა უახლოეს პერიოდში თქვენს ცხოვრებაში. და ნახოთ, რა ცვლილებები იქნება ის, რაც შემოვა თქვენს ცხოვრებაში. გავაკეთოთ სამი ვარიანტი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. ნახოთ, რა ცვლილებები შემოვა. პირველი იყო ესეთი თეთრი ქვა, ესეთი რასპი. და მესამე იყოს ეს. მოგონი ჩანს ყველა ვარიანტი. თუ ეს დაახვარენეთებს. ესე მოწევ. პირველი ვარიანტი, მეორე და მესამე ვარიანტი. ესე დავდებ, რომ გამოჩნდება. და ნახოთ, რა ცვლილებები შემოვა თქვენს ცხოვრებაში. იმედი აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. მე გავწევ ამ ორი ვარიანტი. ვინც ერჩეს თეთრი ქვა. დავდოთ დაიმეცეთ. რა ცვლილებები შემოვა თქვენს ცხოვრებაში. როგორც ეს ამ ეტაპზე გახართ ისეთ გზაგასაყარზე, სადაც უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი სიტუაცია, ხო, თქვენთვის სასურველი მდგომარეობა. რაღაცა არჩევანის წინაშე, სადაც შეიძლება იყოს სამსახურებრივი კუთხე, შეიძლება პირად ურთიერთობასთან მიმართებაში, სადაც გვაქვს არჩევანი გასაკეთებელი, ხო? რა შემოდის? ნახეთ, არჩევანის გაკეთების შემთხვევაში თქვენს ცხოვრებაში შემოდის რაღაცა სტაბილური მდგომარეობა. სტაბილური მდგომარეობა, რომელიც შემოიტანს რაღაცა ცოტა სიახლეებს. ერთადერთი რაც არის აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ იმპულსურად არ უნდა ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ იმპულსურად ქმედებამ შეიძლება რაღაცა გამოიწვიოს შეცდომების დაშვება, რაღაცა გამოგრჩეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი, ხო? ანუ შესაბამისად არჩევანის დროს, როდესაც გავაკეთებთ არჩევანს და გვინდა რომ სტაბილურობისკენ წავიდეთ, კარგად დავაკვირდეთ ყველა იმ ფაქტორს, რაც იქნება ამ დროს, ხო? იმიტომ რომ ეს არის მდგომარეობა, როდესაც თუ კი იმპულსურად ვიმოქმედებთ, ჩვენ აშკარად შეიძლება დავუშვათ შეცდომა და ჩვენთვის სასურველი ცვლილება არ მოხდეს, ხო? არ გამოვიდეს ისე, როგორც ჩვენ გვინდა. რა ცვლილება შემოდის თქვენს ცხოვრებაში? როგორც ჩანს, აქ უფრო პირად ურთიერთობაზე არის აქ რაღაცნაირად აქცენტი და იმიტომ რომ შეიძლება ემოციური მომენტები ცოტა როგორი რაღაცა იცით, აი არჩევანის წინაშე რომ გავართ, ველოდებით, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის დაალაგებს სიტუაციას, ხო, არის ესეთი მომენტი, აი დრო სჭირდება ურთიერთობას რაღაც, მაგრამ უკვე ამოიწურა, ხო, ეს დრო რაღაც 1 წელი, 2 წელი რაღაც პერიოდი, როდესაც თქვათ, უკვე მოვიდა დრო იმისი, რომ ფორმა მივცეთ, თქვათ, დაოჯახების, ხო, რაღაცა ერთიანი თანაცხოვრების მომენტი. და აქ არის რაღაც მომენტში ემოციური დისბალანსის მდგომარეობა. და რა შემოდის? ნახეთ, ამ სიტუაციაში, აი ამ გზაგასაყარზე, როდესაც გახართ, როდესაც ფიქრობთ იმას, რომ თქვენთვის რა არის უფრო კარგი სიტუაცია, ხო, თქვათ, წახვიდეთ ახალი ურთიერთობისკენ, თუ უბრალოდ თქვენი თავისკენ, უბრალოდ მისცეთ თავს თავისუფლების უფლება თუ ამ ადამიანთან გაატაროთ ყოფნა თანაცხოვრებისკენ წაიყვანოთ ამ ადამიანთან ურთიერთობა. ხო, ანუ გეტყვით იმას, რომ თუ კი დააკვირდებით კარგად, ხო, შანსები და რესურსები ძალიან ბევრი გამოჩნდება. ძალიან ბევრი გზა გაიხსნება თქვენთვის. თითქოს როგორი რაღაცა იცით, აი
ეხლა არის ის პერიოდი, როდესაც თქვენს ცხოვრებაში შემოდის მთვარი სახელის პერიოდი. ერთადერთი რაც არის, უბრალოდ იმპულსურად არ იმოქმედოთ. კარგად დაუკვირდით ყველა ნიუანსს, იმიტომ რომ სამყარო ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომ გელაპარაკებად და გიყვებათ აბსოლუტურად ყველაფერს. რა შეიძლება მოყვეს, რა როგორ შეიძლება განვითარდეს, რა როგორ იქნება. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის არ იყოთ ორიენტირებული მხოლოდ ორ არჩევანზე, ან კი ან არა, იმიტომ რომ აქ კიდევ არის სხვა არჩევანის მდგომარეობა, შესაძლებელია ნახეთ როგორი მომენტი იყოს, რომ ან დრო მისცეთ კიდევ თქვათ ურთიერთობას ხო, თუნდაც ან უბრალოდ თქვენ გადახედოთ, იქნება სულაც არც თქვენ არ ხართ მზად ხო, აი რაღაცა ეს მომენტი. თუ აქ არ არის ურთიერთობაზე და არის სამსახურობრივი კუთხით, აქაც დააკვირდით, იმიტომ რომ ნახეთ, შეიძლება ეს სიტუაცია თქვენთვის აღმოჩნდეს რაღაცა ფინანსური ზარალი, ხო? ამიტომ დააკვირდით, შესაძლებელია იყოს ესეთი სიტუაცია და ესეთი ფაქტორი, როდესაც მაგალითად არსებულ სამსახურშიც ხართ, დამატებით შეიძლება რაღაც ისეთი სამსახური იპოვოთ, რომელიც ონლაინ არის და მოახერხოთ შეთავსებით მუშაობა, ხო? ან დამატებითი რაღაცა რესურსები გამოჩნდეს. ამიტომ ნახეთ, დააკვირდით იმ კუთხით და იმოქმედებთ რაღაც იმპულსად, იმიტომ რომ თქვენს ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში იქნება შეიძლება რაღაც ესეთი ცოტა ემოციური პერიოდი, სადაც უცბად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მერე შეიძლება სანანებელი იყოს, ხო? რაც ცვლილებები შემოდის. ხო, ну აი აშკარად ძალიან დიდი ტრანსფორმაციის წინაშე დგახართ. აშკარად ნახეთ, ეს შეიძლება ვიღაცებისთვის იყოს პირადიც და ფინანსურიც ერთდროულად, ხო? როდესაც ადამიანის ცხოვრებაში რაღაცა მოვიდა დრო განახლების, მოვიდა დრო ახალი სიტუაციების შეცნობის, რაღაცა ახალ გზაზე გასვლის მდგომარეობა, ხო? იმიტომ რომ ეს პერიოდი არის თქვენთვის, ნახეთ როგორი მე ესე ვიტყოდი, რომ თქვენს ცხოვრებაში რა ცვლილებები შემოდის, ეს არის ცვლილებები, როდესაც ჩვენ შიშებს ვუახავთ. შიშებს, რომელიც გაგვაჩნია თქვათ ურთიერთობაში, იმიტომ რომ არ დავკარგოთ ეს საყვარელი ადამიანი და ვერ მივდივართ რაღაცა რისკზე, ხო, რომ თქვათ ცოტა უფრო მკაცრად დაველაპარაკოთ, რაღაცა მოვითხოვოთ. სამსახურთან მიმართებაში, ხო, როდესაც რაიმე ისეც არ დავკარგოთ და თქვათ უფროს ვერ დაველაპარაკები ხელფასის მომატებაზე, არა და ვიმსახურებ, იმიტომ რომ ფაქტურად შეიძლება იქ ვცხოვრობთ. ეხლა შემოდის ზუსტად ის ცვლილებები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენთვის. უბრალოდ ნახეთ, მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ არ გამოგჩეთ ის, ნახეთ, თუ თქვენ ახლა უყურებთ ეს სიტუაციას, რომ ან მარჯვნივ, ან მარცხნივ, კარგად დააკვირდით, იმიტომ რომ შესაძლებელია პირდაპირაც იყოს გზა და შესაბამისად თქვენთვის ეს პირდაპირი გზა უფრო სტაბილურობის მომტანი იყოს, უფრო მეტი რესურსის მომტანი იყოს, უფრო კარგი ურთიერთობის მომტანი იყოს. ამიტომ ეხლა თქვენთან შემოდის ძალიან ისეთი გლობალური, მე ესე უფრო ვხედავ, რომ გლობალური ცვლილებების პერიოდი შემოდის, რომელიც იქნება არა უბრალოდ რაღაცა ცვლილება პირად ურთიერთობაში ან რაღაცა კონკრეტულად კარიერული კუთხით, არა, ეს იქნება გლობალური იმ მხრივ, რომ ორივე სფეროში და არა მარტო ორივე სფეროში, არამედ ნახეთ, შეიძლება ითქვას აქ საკუთარ თავთან მუშაობაც მოგიწიოთ, ხო? აი საკუთარი შეხედულებების ცვლილებები, ხო? რაღაცა თქვათ არის ესეთი მომენტი, ვიღაცა ბევრ ყავას მიირთმევს, ხო? ვიღაცა სიგარეტს ეწევა, თქვათ პირობითად, ხო? აი რაღაცა ეს ცვლილებების მომენტი მინდა, ხო? ან დავიწყო, თქვათ ცოტა წონაში მოვიმატე 1-2 კილო და მინდა დავიკლო, ხო? ნახეთ, აი ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში შემოდის რაღაცა ისეთი ცვლილებები, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანიც იქნება, საინტერესოც იქნება. ვერ ვიტყვი რომ არ იქნება საინტერესო, იმიტომ რომ ზოგადად ტრანსფორმაციის პერიოდი არის ტკივილებიც, არის სასიამოვნო მომენტებიც, ხო, იმიტომ რომ და რაღაცა აი საბოლოო ჯამში
მერე უკვე ადამიანი ხვდება, რომ მისთვის ძალიან კარგი რამ მოხდა, იმიტომ რომ რაღაცა უკეთესობისკენ წავიდა, ხო, მდგომარეობა შეიძლება ეხა ამ ეტაპზე თქვათ ვიგრძნოთ ის მომენტი, რომ აი მტკივნეულია, რაღაცა გვეშინია, რაღაცა არ არის ისე, ხო, ემოციური ფონი გქონდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იყოს საკუთარი შინაგანი სურვილების, საკუთარი მიზნების შესწავლა, საკუთარი თავის დაანახვა კიდევ უფრო კარგი რაკურსით და ბრძოლა ნამდვილად მოგიწევთ. ახლა ის პერიოდია, როდესაც მოგიწევთ შეიძლება ითქვას, აი რაღაცნაირად კომფორტის ზონა, როდესაც იქნება, აი ამ კომფორტის ზონის დარღვევის მომენტი და რა თქმა უნდა, ამასთან ბრძოლა რომ დაარღვიოთ თუ არ დაარღვიოთ და როგორ დაარღვიოთ ეს. მაგრამ იცოდეთ, რომ აქ გარდა იმ არჩევანისა, რასაც თქვენ ფიქრობთ, გარდა იმ არჩევანს, აქ კიდევ იქნება სხვა სიტუაციები, რომელიც შეიძლება თქვენთვის უფრო საინტერესო შემოთავაზებები იყოს და საინტერესო იყოს თქვენი ცხოვრებისთვის. მოკლედ ეს გამოვიდა პირველი ვარიანტი, რა ცვლილებები შემოდის თქვენ ცხოვრებაში. ჩვენიერი ცვლილებები არც თუ ისე ცუდი, სხვათა შორის. მეორე ვარიანტი იყო ეს ვარიანტი. ნახოთ თქვენთან რა ცვლილებები შემოდის. ესე იგი, აქ მეორე ვარიანტს რაც შეეხება, როგორც ჩანს, ცოტა ესეთი სიტუაცია გვაქვს, შეხში შევედით. შეხში შევედით ვიღაცას ფინანსები არ ყოფნის, ვიღაცას პირად ურთიერთობასთან აქვს რაღაც პრობლემა, ვიღაცას უბრალოდ მენტალური მომენტები აქვს, როდესაც ვთქვათ, რაღაცა განახლება გვინდა, მაგრამ ვერ ვხედავთ ამ განახლების საშუალებას, ვერ ვხედავთ ამ განახლების რესურსებს. ნახოთ, რა ცვლილებები შემოდის თქვენ ცხოვრებაში. რა ცვლილებები შემოდის თქვენ ცხოვრებაში. თვით იმპერატორი გვეწვია. მესამე მაღალი არკანი. ერთის მხრივ მოდით დავიწყოთ ის, რომ აქ გავიგებთ რაღაცა ისეთი ინფორმაციას, რომელიც შეიძლება ჩვენთვის, თქვათ ახლა მოგითხათ, რომ სასიამოვნო იქნება თქო, შეიძლება არ იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვისთვის როგორ ხო, რაღაცა ყველა სიტუაციას აქვს თავისთვის რაღაცა ესეთი ინფორმაცია, ყველა ინფორმაციას აქვს რაღაცა დადებითიც და უარყოფითიც, ხო? ბევრჯერ ყოფილა, რომ უარყოფითი კუთხით ყოფილა, მაგრამ მერე დადებითად გადაქცეულა იმ ადამიანისთვის, ვინც გაუგია, იმიტომ რომ თუნდაც ის მომენტი, რომ კი, თქვათ, მაგალითად ესეთი ინფორმაცია რო გაიგოთ, რომ პარტნიორი გატყუებთ, კი, იმ მომენტში ნამდვილად ესეთი მტკივნეულია, მაგრამ რაღაცა პერიოდის მერე რო გაანალიზებთ, მიხვდებით, რომ ძალიან კარგია რომ გაიგეთ და რაღაცა თვალზე ახვეული თავსაფრით და რაღაცა ესეთი ვერ ჩაგვებული წყლით არ აღმოჩნდით ურთიერთობაში, ხო? რა ცვლილებები შემოდის? აქ შეიძლება ერთის მხრივ კიდევ იყოს ის მომენტი, როდესაც ადამიანი ერთი გზით მიდის, ჯიუტად არის თავის გადაწყვეტილებებთან, მაგრამ გაანალიზებას დავიწყებთ, ხო? მივხვდებით, რომ თურმე თლად ესეც არ არის, როგორც ჩვენ გგონია და როგორც ჩვენ გვინდა, აქ არის რაღაცა სიტუაციები, რომელნაც შეიძლება ითქვას, რომ უნდა შეიცვალოს და უნდა სხვანაირად შევხედოთ, ხო, სხვანაირად გადავალაგოთ. რა შემოდის კიდე? შემოდის რა მომენტი კიდე, რომ ნახეთ, აქ ვიღაცები თავიანთ საზღვრებს დაიცავენ, შეიძლება ესე ითქვას, ხო? რაღაცნაირად მათთვის ეს ინფორმაციები იქნება რაღაცა საზღვრის დაცვა, ხო? ანუ მარტო პირადის მომენტი არ არის, ვიღაცისთვის შეიძლება ეს პირადის მომენტი იყოს, რომ გაიგოს, რომ თქვათ, პარტნიორი არის დაოჯახებული, რაღაც შემთხვევით, ხო? თქვათ, არის ესეთი მომენტიც, რომ ადამიანი მალავს და მერე უკვე თქვენ მასთან, რა თქმა უნდა, დისტანცირება დაიწყოთ. შეიძლება იყოს ის მომენტი, რომ გაიგოთ, თქვათ, რაღაცა ინფორმაცია, რომ ადამიანი თლად ისე
თქვენ ზემოერგებული სიტუაციით არ აპირებს რომ რაღაც ურთიერთობა გააგრძელოს და აქ უბრალოდ ცდილობს რომ თავის სიტუაციას მოარკვევს მდგომარეობა და ესეც არ არის სასიამოვნო და რა თქმა უნდა თქვენ ამ მიმართულებითაც დაიწყოთ შეიძლება რაღაცა ცვლილებები და თუ ეხლა ეს სამსახურებრივი მომენტია, შეიძლება აქ იყოს ისეთი მომენტი, როდესაც უფროსი ცდილობს რაღაცა ესე ნახეთ თქვენი რესურსი გამოიყენოს არა კეთილსინდისიერად, ხო? რას ნიშნავს იმას, რომ რაღაცა დავალება მოგცეთ, რაღაცნაირად გაგაკეთებინათ და შემდეგ არ გადაიხადოს სათანადო და შესაბამისი ანაზღაურება, ხო? არის ესეთი მომენტები. ეგ რაღაცნაირად ნახეთ თქვენს ცხოვრებაში მეორე ვარიანტთან დისტანცირების მომენტები შემოდის, რაღაცა წითელი ხაზების დაცვას ვიწყებთ, როგორც ჩანს. უფრო მეტად საკუთარი ესე ვთქვათ, ნახეთ ციხში კი ვართ შესულები, მაგრამ ვიწყებთ უკვე ნახეთ როგორ მომენტს ჩემს საზღვრებს გავავლებ და ამ საზღვრებს აქეთ არავის არ გადმოუშვებ და მეტად დავაკვირდები ინტუიციას, ხო? ანუ საკმაოდ შეიძლება განვითარებული ინტუიცია გქონდეთ მეორე ვარიანტს და რაღაცნაირად არის ხოლმე რომ არ აქცევთ ყურადღებას, იმიტომ რომ ფიქრობთ ალბათ რომ შეიძლება დღეს ვწდები ან რაღაცა უბრალოდ ესე დაემთხვა, ხო, რაღაც, მაგრამ არა რეალურად თქვენ საკმაოდ კარგი ინტუიცია გაქვთ, საკმაოდ კარგი ხედვა გაქვთ ადამიანებთან მიმართებაში და უნდა გამოიყენოთ ეს თქვენთვის აუცილებელია ეს რესურსი გამოიყენოთ. რა შემოდის? საკმაოდ აქტიურად შემოდის თქვენთან ფინანსური რესურსები, ვიღაცისთვის შეიძლება აქ ოჯახური ურთიერთობის მდგომარეობაც იყოს, ხო, ნახეთ, რა შემოდის? როგორც ჩანს, ეს ჩიხის მდგომარეობა, როდესაც ჩიხში მოვხვდით და უკვე სხვანაირად უნდა დავიწყოთ ყურება, მე სულ ვიძახ ხოლმე დაკიდებული კაცი ჩემთვის არის არკანი, როდესაც ადამიანი უყურებს აბსოლუტურად სხვა რაკურსით ყველაფერს, ხო? უბრალოდ თავი დავეკიდოთ, იატაკი აღმოჩნდება ჭერი აღმოჩნდება იატაკი და შესაბამისად, აბსოლუტურად სხვა განცდა არის, ხო? ესე რა ვთქვათ. და ზუსტად ყველა სიტუაციაში ეს არ აქვს მნიშვნელობა ურთიერთობა იქნება თუ სამსახურებრივი სიტუაცია იქნება. ზუსტად ეს მომენტი არის, რომ სხვანაირი რაკურსით დავინახავთ ყველაფერს, ხო? რაღაცნაირად მივხვდებით, რომ თურმე ჩვენი რესურსით ყველათ არ უნდა დაიკარგოს, ჩვენ უნდა მივხედოთ ხა რაღაცა ჩვენს პრინციპებს მივყვეთ, ჩვენი სურვილები პირველ ფლანგზე წამოვაყენოთ და ნახეთ მივყვეთ ინტუიციას. ინტუიცია მივყვანს იქამდე, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ რაღაცას ყუდეს გავავლებთ და დავიწყებთ მოქმედებას, რომელიც მოგვიტანს საკმაოდ კარგ რესურსს, ხო? აქ განსაკუთრებით მეორე ვარიანტი, როგორც ჩანს, შეიძლება უფრო ფინანსური რესურსის მდგომარეობასთან მიმართებაში არის, რომელიც მოგვიტანს სტაბილურობას, ესე რა ვთქვათ, და რომელიც მოგვიტანს ძალიან ბევრ საინტერესო შემოთავაზებასაც კი. მეორე ვარიანტისთვის რას მოგიტანთ, რა ცვლილებები იქნება თქვენთან, ხო, რა ცვლილებები შემოდის. ეს არის ცვლილებები, როდესაც ვეცდებით, რომ გამოვიყენოთ ყველა ის რესურსი, რაც შეიძლება იყოს, ხო? ანუ ნახეთ, აქ შეიძლება იყოს ისეთი მომენტი, როდესაც ადამიანები დაამატებით, ნახეთ, როგორი მომენტი არის. ხო, დამატებით თავის ხელში აიღებენ ყველანაირ მოქმედებას, ყველანაირ სიტუაციას, და რაღაცა დამატებით რესურსებსაც მოიძიებს იმისთვის, რომ უკეთესად იქნას თავი ვიღაცა, უბრალოდ ურთიერთობაში დაალაგოს ისე, რომ მე ჩემი სივრცე მჭირდება. ხო, ხშირად არის ესეთი მომენტი, როდესაც ურთიერთობაში პარტნიორები იმდენად ყოველდღიურობაში ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობენ, რომ თავიანთი ცხოვრება ავიწყდებათ, ხო? ზუსტად ეს მომენტი იქნება, რომ მე ჩემ ცხოვრებას მაქვს, ხო, გარდა შენთან ურთიერთობისა, მე მაქვს ჩემი სამუშაო, ჩემი ჰობი, ჩემი მეგობრები და ასე შემდეგ, ხო? ეგ ნახეთ როგორი მომენტი არის. მეორე ვარიანტი საკმაოდ ისეთი საინტერესო პერიოდი არის და კარგი ცვლილებები შემოდის, ესე ვიტყოდი.
არაჩვეულებრივი ცვლილებები შემოდის. ნუ აქ ვიღაცისთვის შეიძლება იყოს რაღაც მომენტში დასვენების მდგომარეობაც. შეიძლება ითქვას, რომ ნახეთ ცოტა ხანი განმარტოვების მდგომარეობა ყველაზე ესეთი მომენტი რაც არის. და ნახეთ რა მომენტი არის. აქამდე თუ კი თქვენ რესურს ხარჯავდით პარტნიორზე, სამსახურზე, გარე ფაქტორებზე, ეხლა რესურს დახარჯავთ საკუთარ თავს. ჩაეძიებით თქვენს ქვეცნობიერს, ესე რომ ვთქვათ, და არა მარტო ცნობიერს, არამედ ქვეცნობიერს. საკმაოდ კარგად ჩაეძიებით თქვენს ქვეცნობიერს და დაინახავთ იმას, რომ თქვენ საკმაოდ კარგად შეგიძლიათ ნახეთ, მე ესე ვიტყოდი, მეორე ვარიანტი ძალიან კარგად შეუძლია თავისივე ცხოვრება ნახეთ, ვინმეზე დამოკიდებულებით კი არა აწყოს, არა თვითონ აწყოს, ხვდებით? მეორე ვარიანტმა კარგი იქნება თუ ვცდით, რომ აი უბრალოდ დაჯდეთ, თუნდაც სარკის წინ, ძალიან კარგი პრაქტიკა არის და საკუთარ თავს კარგად შეხედოთ, ხო? აი უყუროთ საკუთარ თავს და კარგად დაინახოთ ის რესურსი, რაც შეგიძლიათ, ხო? რაც თქვენთვის, ესე ვთქვათ, ამ ეტაპზე გვერდზე გაქვთ მიტოვებული, ხო, რაღაცა ესე მოფარებულში არის და ცდილობთ, რომ არ გამოამჟღავნოთ, იმიტომ რომ ეს რესურსი შეიძლება იყოს რაღაც თქვენი აქტიურობა, რაღაცა ესეთი ემოციურობა, რაღაც მეგობრები, რაღაც გასვლა. აქ საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანები მიყურებს, მე ესე ვატყობ მეორე ვარიანტი, რომელსაც თავისი პრინციპებიც აქვს, რომელსაც თავისი მიზნებიც აქვს, კარგად იცის რა უნდა, როგორ უნდა, მაგრამ აი როგორ იცით, აი პრინციპები არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიყოთ ლაღი, ხო? ნუ პრინციპია რაღაცა საკითხა მიმართებაში, მაგრამ ლაღები შეგვიძლია ვიყოთ. აი რატომღაც ესეთი ენერგია მოდის, რა აქ თითქოს სილაღე დაკარგული გაქვთ, აი ზუსტად აი ამ სილაღეს და იპოვით. ნახეთ, აი ქვეცნობიერს რომ ჩაეძიებით, იქ იპოვით, რომ რა გჭირდებათ და ეს რა გჭირდებათ არის თქვენი პირადი საზღვრების დაცვა. პირადი საზღვრების დაცვა თქვენთვის არის სტაბილურობის, ახალი ენერგიების, მატერიალიზმის შემომტანი. ასევე სიტუაციების თქვენს ხელში აღების და მუშაობის უკეთესობისკენ. ამავდროულად ეს არის დასვენების მდგომარეობაც, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ თქვენთან არის ისეთი მომენტი, როდესაც აი პირადი სივრცე აღარ გაქვთ, ხო? იქ ვთქვათ, ანუ რესურს ვთქვათ სამსახურზე ცლით, მერე გამოდიხართ, იქ თქვენს პარტნიორს უნდა შეხვდეთ, ხო? იქ რაღაცა მეგობარს უნდა დაეხმაროთ, იქ ოჯახის წევრს, ვისაც ახლა ნუ ვთქვათ ოჯახი აქვს, შვილები, ხო? ანუ ნახეთ, ყველასთვის ხართ და თქვენთვის აღარ ხართ, ანუ თქვენთვის გჭირდებათ აი ეს რესურსი და თქვენს ზუსტად ეს ცვლილებები შემოდის თქვენთან. თქვენ დაიწყებთ აი ამ რესურსზე ზრუნვას, რომ ნახეთ აი ეს ჩემია, ხო? ანუ დავიტოვებ მე ამ რესურსს. კი ბატონო, მეგობარიც კარგია, შეყვარებულიც კარგია, მეუღლეც, შვილებიც, ყველა სამსახურიც, მაგრამ მჭირდება მე ჩემი საზღვარი, სადაც მე ჩემს თავთან ვიქნები მარტო. იმიტომ რომ აქ მე ესე ვიტყოდი, თქვენს ცხოვრებაში რა შემოდის, აქ შემოდის სიტუაცია, როდესაც ადამიანი კარგად ჩაეძიება, თავის ინტუიციას კარგად გამოიყენებს და დაიწყებს განახლებულ ცხოვრებას, ხო? ანუ ნახეთ, ხა საათობრივად ნამდვილად შეიძლება ვერ გაწეროთ, მაგრამ კვირაში 7 დღეა და 1 დღე მეკუთვნის მე, თავიდან ბოლომდე, ხო? ანუ ეს არის ჩემი დღე. და აქ დავამთავრე იმ დღეს ვერავინ ვერ დაარღვევს თქვენს იდეალს, ვერც სამსახურიდან დარეკავენ, ვერც შვილები, ვერც ყველა მიხედეთ თქვენ საქმეს, ხო? ნუ რაღაცა
ეს მომენტი იქნება. საკმაოდ კარგი ენერგიები შემოდის, კარგი ცვლილებები, მატერიალურადაც საკმაოდ კარგი ცვლილება შემოდის. ახალი იდეები, ახალი ესეთი საინტერესო ქმედებები შემოდის თქვენს ცხოვრებაში და თქვენ იწყებთ რაღაცნაირად, ამ ყველაფრის, ესე ვთქვათ, რეალიზებას. საკმაოდ კარგი პერიოდი არის. კარგი ცვლილებების წინაშე გახართ. მეორე ვარიანტი, გამოიყენეთ ეს პერიოდი თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად გჭირდებათ დასვენებაც და თან ძალიან გჭირდებათ დასვენება, იმიტომ რომ ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეხლა ამ ეტაპზე. ძალიან გადამწვარი ხართ როგორც ჩანს. და მესამე ვარიანტი ვინც აირჩია, ისე ჭირდება. რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში? რა ცვლილებები? ნახოთ. რა ცვლილებები შემოდის? მესამე ვარიანტი. ახ როგორც ჩანს თქვენ რაღაცა ახალი მიზნებისკენ მიისწრაფით. მე ვიტყოდი რომ საკმაოდ კარგი ცვლილებები უნდა შემოვიდეს მესამე ვარიანტთან. და რა ცვლილებები შემოდის? ნახოთ რა ცვლილებები. შვენიერი. ნახეთ რა ცვლილებები შემოდის მესამე ვარიანტთან. მესამე ვარიანტთან როგორც ჩანს ძალიან დიდი ხანია თქვენი ოცნებები არასრულებულა. ძალიან დიდი ხანია თქვენი რაღაცა სურვილები არასრულებულა. მე აქ ვიტყოდი რომ მესამე ვარიანტი შეიძლება რაღაცა ცოტა მაგიური სიტუაციის მდგომარეობის ქვეშ იყო. ხო, რაღაცა თვალი ქონდა, რაღაცა ესეთი არასასიამოვნო პერიოდები ქონდათ, ოღონდ გამოწვეული ცოტა ესე გარე ფაქტორებიდან, ესე ვთქვათ, და როგორც იქნა სრულდება ეს რაღაცა თქვენს ცხოვრებაში. ვიღაცა შეიძლება უბრალოდ აქ მანიპულატორობდა თქვენზე, ხო? პარტნიორი, ვთქვათ, უფროსი. თავრდება, როგორც იქნა, თავრდება ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში. ვერავინ ვეღარ შეძლებს თქვენზე მანიპულირებას, ვეღარ შეძლებენ თქვენზე მაგიურ ზემოქმედებას, ესე რომ ვთქვათ, და ხელი შემშლელი ფაქტორები ფაქტიურად თავრდება თქვენს ცხოვრებაში. თქვენი მიზნები, რომელიც არ ხორციელდებოდა, დაიწყებს განხორციელებას. აქ როგორც ჩანს მესამე ვარიანტთან, რა ცვლილებები არის წარმატებისკენ, გამარჯვებისკენ, თვითკმაყოფილებისკენ, სტაბილურობისკენ. ეს არის ცვლილებები, როდესაც რაღაცა ძალიან მძიმე პერიოდის გავლის შემდეგ ადამიანი ჯილდოვდება სიმშვიდით, ხო? იმით, რაც აქამდე გაიარა. იმ მდგომარეობით, რაც აქამდე ჰქონდათ. არ ვიცი, ესე ვთქვათ, ეს არის სიტუაცია, როდესაც ადამიანი რა ცვლილებები შემოდის, ეს არის მდგომარეობა, როგორც იქნა თქვენს ცხოვრებაში შემოდის რაღაცნაირად დაალაგების პერიოდი და ეს დაალაგების პერიოდი არის სიმშვიდის პერიოდი. ნახეთ, აქ თუ განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც ოჯახურ სიტუაციაში ქონდა პრობლემები, პირად ურთიერთობაში ქონდა პრობლემები, ხო, და თქვათ რაღაცა გააკეთეთ წმენდა, რაღაცას უყურეთ, რაღაცა ჩაატარეთ თქვენთვის მედიტაციები, არ ვიცი რა გააკეთეთ, მაგრამ ვინც გააკეთეთ, ხო, ეს ძალიან კარგად დაიწყებს მუშაობას და თქვენ ნამდვილად მიიღებთ იმ საჭირო და სასულვერ სიმშვიდეს, რომელსაც ელოდებით. იმ კმაყოფილებას, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ესე ვთქვათ. ძალიან კარგი ცვლილებები შემოდის. შემოდის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში, ნახეთ, ეს მტკივნეული პერიოდები საბოლოო ჯამში მთავრდება და ვიწყებთ განახლებას, ოღონდ სიმშვიდით განახლებას, ხო? როდესაც ადამიანი ცდილობს ნახეთ, თქვენ იმდენი, ესე ვთქვათ, იმდენს გაუძელით უკვე,
რომ შეიძლება ითქვას, რომ აქ ნამდვილად დამსახურებული დასვენების პერიოდი გელოდებათ. აქ იხსნება ყველანაირი მიჯაჭვულობის მდგომარეობა, აქ იხსნება ყველანაირი სირთულის მდგომარეობა. ნახეთ, თუ სამსახურებრივი სიტუაციიდან მიმართულებით უყურებთ, ხო ვთქვათ, უფროსი, რომელიც მანიპულირებდა, რომელიც ვთქვათ, რაღაცა არ გაძლევდათ სათანადო უკავშირს, ესე ვთქვათ, ხო, მატერიალური კუთხით, ან უბრალოდ ერთხელაც არ შეუქია თქვენი პროექტი, ხო, არის ესეთი მომენტები, როცა ძალიან კარგად აკეთებთ, მაგრამ უკავშირი არ არის ისეთი, როგორც უნდა იყოს. აქ თქვენი უფროსი მიხვდება, რომ აშკარად ცუდად იქცეოდა და დაიწყებს თქვენთან რაღაცა ცოტა, მე ვერ გეტყვით ახლა როცა ძალიან თავზე ხელის გადასვას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იქნება მომენტი, როდესაც ადამიანი შემჩნევას დაიწყებს თქვენსას, ხო? შემჩნევას, იმიტომ რომ ნუ სწორი მიმართულებით დაინახავს თქვენს შრომას. თუ პარტნიორული სიტუაციაშია სიტუაციები, ხო, აქაც მიხვდება თქვენი პარტნიორი, რომ მისი მანიპულატორული ქმედებები თქვენთვის დამაზიანებელი კი არა, მისთვის დამაზიანებელი უფრო არის, ვიდრე თქვენთვის. და შესაბამისად ადამიანი მიხვდება იმას, რომ ჯობია თქვენთან რაღაცა მტრულ და რაღაც ესეთი მანიპულატორულ ურთიერთობას, რაღაცა ბრძანებულს მტონს, შედარებით უფრო რბილი იყოს, უფრო მოსიყვარულე იყოს, უფრო რაღაცა სიმშვიდე მოგიტანოთ და ადამიანი დაიწყებს რაღაცა მშვიდი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ხო? ნუ ახლა თუ არ ხართ საერთოდ ურთიერთობაში და რაღაცა ცოტა ესეთი მომენტია, ნუ აქ მაშინ არის ის მომენტი, როდესაც თუ არ ყავთ, დასრულდა ის მომენტი, როდესაც არ ყავს და ნელ-ნელა უკვე დაიწყებს თქვენთან ესეთი შემოდინება კანდიდატურების, რო ვთქვათ, რომლებიც თქვენს მიმართ ინტერესს გამოიჩენა, ხო? თუ სამსახური არ გაქვთ და სამსახურებრივ კუთხით, აი რაღაცა პერიოდი, როდესაც ვთქვათ, არის ხო ბიზნესი, რა კლიენტი უნდა შემოვიდეს თქვენთან და ნუ კლიენტი არ შემოდის, ხო? არის ეს მომენტი, მაგრამ ახლა დაიწყებს, ან ნახეთ, აქ აშკარად ვიღაცამ დაიწყო მუშაობა, რაღაცა არ ვიცი რა სახის მუშაობა დაიწყეთ, მაგრამ აშკარად თქვენ ნუ შესაძლებელია სამყარო მიხვდა, რომ უკვე მოვიდა დრო, რომ აი დაასრულოს ყველაფერი ნეგატიური თქვენს ცხოვრებაში და დაიწყოთ რაღაცა განახლების და სიმშვიდის პერიოდი, რაღაცა ესე ვთქვათ, მოგცეთ სიმშვიდის მდგომარეობა, ხო? იმიტომ რომ ყველა ცუდ სიტუაციას ყოველთვის რაღაცა სადღაც დასასრული აქვს, ხო? შესაბამისად, თქვენთვისაც დასასრული აქვს ამ პერიოდს და რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ მიდის. საკმაოდ კარგი ვარიანტებია. მესამე ვარიანტიც არაჩვეულებრივი ვარიანტია, იმიტომ რომ თქვენთან ახლა სიმშვიდის მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია იყო, შეიძლება ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ცოტა ქაოტური პერიოდი ქონდა, შეიძლება აქ რაღაცა ვიღაცისთვის 4 თვე, 9, ნუ რაღაცისთვის მეტიც 9 თვეც, ხო? რაღაცა განსაკუთრებული ქაოტური პერიოდია. და ეს ქაოტური პერიოდი აშკარად დამთავრდება და უკვე სიმშვიდისკენ მიდის. გილოცავთ, მშვენიერი ვარიანტი იყო მესამე ვარიანტიც. მე რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენთაგან ბედნიერებას გისურვებთ, წარმატებას გისურვებთ, უსაზღვრო და ულევს სიყვარულს, ყველაფერს საუკეთესოს და შეგახსენებთ, რომ პირად დიაგნოსტიკისთვის უნდა მომართოთ პირად შეტყობინებაში. დროებით.